საქართველოს გზატყის ახალი კოდექსის განხილვას აპროტესტებს პარტიის წევრის თემურ მურვანიძის თქმით, კოდექსის ამოქმედების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველ საშუალება ექნება საკუთრების მიწა, მასზე განთავსებული ტყის საფარით და სასარგებლო წიაღისეულით 59 წლიანი იჯარით აიღოს, იჯარის ვადის დასრულების შემდეგ კი კონტრაქტი კვლავ 59 წლის ვადით გააგრძელოს. როგორც მურვანიძე აცხადებს, კოდექსის ამოქმედებით შესაძლოა ტყე გაჩეხვის საშიშროების წინაშე დადგეს. განცხადებას ენერგეტიკის სამინისტრო გამოეხმაურა. ნინო ენოქიძის განცხადებით, დღევანდელ მოქმედ კანონში უკვე არის 59 წლიანი იჯარით მიწის გაცემის წესი, რომლის თანახმადაც მოიჯარეს დეტალურად უნდა ჰქონდეს გაწერილი გეგმა და კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც შემდეგ მუდმივად კონტროლდება სამინისტროს მიერ. კანონი კონკრეტულ სანქციებს ითვალისწინებს და მოიჯარის მიერ სანქციის დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუქმდება. უწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს ხელისუფლებას მოვთხოვოთ არ გაიტანოს ეს საკითხი საპარლამენტო მოსმენებზე, სანამ არ მოხდება ამ საკითხის შესწავლა პროფესიონალთა ფართო წრის მიერ და არ მოხდება საერთოდ ახმობის მიღწევა ამ საკითხში. ახალი ტყის კოდექსი ითვალისწინებს გრძელვადიან მართვის გეგმებს, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მოიჯარე შემოვა, მას ეძლევა დიდი ტერიტორიები, სიტყვაზე ავიღოთ კონკრეტული მუნიციპალიტეტი, ტყის ფონდი, სამართავად, მან უნდა წარმოადგინოს გეგმა, სადაც იქნება გაწერილი ყოველი მისი ნაბიჯი, ანუ რისი უფლება აქვს, რამდენი რესურსით სარგებლობის უფლება აქვს, როგორ უნდა გააკეთოს, როგორ უნდა დაიცვას, თუ ერთს მოჭრის უნდა დარგოს 3 და გაახაროს და ასე შემდეგ. ანუ ახალი ტყის კოდექსი ითვალისწინებს ასევე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.